უახლოეს 30 დღეში თავისუფლების მოედანი წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე. ასევე უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია ქართულ ოცნებას იმის მიუხედავად, რომ სუმშვიდობაზე საუბრობს და ვაჩვენებთ საზოგადოებას ჩვენ ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, თუ რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა. ასევე უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად წარმოგიდგენთ თავისუფლების მოედნის გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი იმისათვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები. რეჟიმის ცვლილება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ასე ვთქვათ, რაღაც მოხდება და ჩვენ გჯერა იმისი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში. პირველი ეს არის ის, რომ რეჟიმის ცვლილება შესაძლებელია მშვიდობიანი გზით და საზოგადოება თუ დაიჯერებს, რომ შესაძლებელია ცვლილება მოხდება. ჩვენ გჯერა იმისი, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს ალტერნატივა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი შეიცვლება და რა მოხდებაში იგულისხმება არა მხოლოდ ის, ვინ შეიძლება მოვიდეს როგორც ალტერნატივა, არამედ რა გეგმა იარსებებს. მესამე არის ის, რომ უნდა მოირყეს რეპრესიული სისტემა, რაც გულისხმობს სისწრუის დაშინების და მოსყიდვის სისტემის შერყევას და მეოთხე ეს არის ის, რომ უნდა გქონდეს წინააღმდეგობას ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, საერთაშორისო პარტნიორები უნდა თვლიდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია არ დაამარცხებულა და ჩვენ გვჯერა, რომ ეს აუცილებლად ასე გაგრძელდება.